სოფო ვარ. მეხუთე კლასში ვსწავლობ. მასწავლებელმა დავალება მოგცა და გვეწერა რაიმე მამის შესახებ. მე დავწერე, რომ მამა ჩემს ქვია დიდო და ის პროვაციონერია. ამაზე ბავშვებმა ბევრი იცის. მათ ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა ეს სიტყვა. თუმცა კარგად მეც არ მესმის მისი მნიშვნელობა. მხოლოდ ის ვიცი, რომ მამა სადღაც დადის, ხელი უნდა მოვაწერო. რაც მამა ციხიდან გამოვიდა, მეზობლები ჩვენთან იშვიათად მოდიან. არც მამა დადის მათთან, სამაგიეროდ, როცა სკოლიდან ვრუნდები, სულ ჩემთანა, მიხმარება დავალებების შესრულებაში, ჭადრაკის თამაშიც მოსწავლა. ერთხელ მამა ჭიშკართან იდგა, მეზობლის ბიჭმა გამოიარა და საუბარი დაუწყო. დედამისმა დაუძახა, ახლავე სახლში შემოდიო. მამა ჩემი სულაც არ არის საშიში, მე ის ძალიან მიყვარს. დამპირდა, როცა სამსახურს დავიწყე, კომპიუტერს გიყიდი. გუშინ გავიგონე ბებიას ესაუბრებოდა სამზარეულოში. რამდენი ხანია ტყუილად მატარებენ. პირდებიან, გამოჩნდება რამეო და დაგასაქმებდო. დღესაც არაფერი, ისე უარით გამომიშვეს. არ სჯერათ, რომ ვეუბნები, აღარ მინდა წარსულის გახსენება, მინდა ადამიანურად ვიცხოვრო. მაგრამ ეჭვის თვალით მიყურებენ. აღარ ვიცი რამდენ ხანს მოვითმე. ბებია ამშვიდებდა. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. სულ განაგული უსმენდი მამას. სულ თქვა შემეკრა, აღარ მინდა კომპიუტერი, მინდა მამა კარგ ხასიათზე იყოს და იცინოდეს. როცა გავიზრდები, დიდ საწარმოს არ ვაშენებ. მამას და ყველას, ვისაც სამსახური უნდა, ჩემს საწარმოში ვამუშავებ, რომ თავის შვილებს ყველაფერი უღედო. მანამდე კი ბევრი უნდა ვისწავლო. თავისუფლება ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა გამოხატული მოქმედებაში. მოქმედება ეს შესაძლებლობაა გამოხატოს შენი საკუთარი ნება, მაგრამ ნებას აქვს საზომი, რომელსაც კანონი ჰქვია. ზოგჯერ ადამიანები ნებით თუ უნებლიეთ, ალბათ უფრო ნებით ვარღვევთ კანონით დადგენილ ნების საზღვრებს. რის გამოც იძულებულნი ვართ ჩვენი ნებელობა რამდენიმე წლით, თვით ან დღით შევზღუდოთ. აი მაშინ კი ვხვდებით თუ რა ფასი ჰქონია თავისუფლებას.